ხუთი გლობალური გიგანტი, კულტურული აღმავლობა თუ ცივილიზაციის ყდომა. ვიდრე ადამიანები ადამიანებად რჩებიან, ჩვენ შეგვიძლია მოველოდეთ განმეორებად ქმედებებს ადამიანთა საქმეებში. გაერო, უკანასკნელი იმედი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის პრევენციისთვის შეიქმნა. ნატო, დასავლური ცივილიზაციის მახვილი. დიდი შვიდეული, მსოფლიო ფინანსების მესაჭრელი. ევროკავშირი, იდეალური აღმშენებლობა თუ გზა უტოპიისკენ. და ბრიქსი, განვითარებადი ქვეყნების აჯანყება დოლარის ჰეგემონიის წინააღმდეგ. ისტორიულად იმპერიები და გაერთიანებები არ დაანგრეულა გარშეტევის გამო, არამედ შიდა, ლატენტური დაშლისა და სულიერი ფასეულობების ღვევის შედეგად. რომი დაეცა მაშინ, როცა შიგნიდან გამოფიტა მორალურმა კრიზისმა და არა მხოლოდ ბარბაროსების ხმალმა. დღეს ჩვენ ახალი აბრევიატურების ეპოქაში ვცხოვრობთ. გაერო, ნატო, G7, ბრიქსი, ევროკავშირი. მაგრამ რეალურად რას წარმოადგენს ეს ორგანიზაციები? არის კი ეს რაიმე ახალი? თუ ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ ძველ სპექტაკლს ახალი დეკორაციებით? ვინ არის დღეს მსოფლიო პოლიციელი? ვინ განაგებს ხალხის ფულს? და სად იწერება კანონები, რომლებიც წესით ყველამ უნდა დაიცვას? დღეს ჩვენ გავხსნით ამ ორგანიზაციების ფარდას და დავსვათ მთავარ კითხვას. დგას სამყარო სამართალზე თუ ძალმომრეობაზე? ვიმყოფებით კულტურული აღმავლობის გზაზე თუ ცივილიზაციათა ყდომის ეპოქაში? დავიწყოთ მსოფლიო პარლამენტით, გაერო. მისი ისტორია შიშზე დგას. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე მდგომმა კაცობრიობამ თქვა, აღარასოდეს. გაერო შეიქმნა ერთი მიზნით, არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი. საინტერესოა, რომ მიუხედავად მისი მდებარეობისა ნიუ-იორკში, ეს ტერიტორია საერთაშორისო ზონაა. იქ ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქცია პირდაპირ არ ვრცელდება. იდეა მშვენიერია. 193 ქვეყანა ერთ მაგიდასთან, პლუს 2 დამკვირვებელი, ვატიკანი და პალესტინა. მაგრამ აქ არის ერთი მაგრა, ვეტოს უფლება. ეს ბერკეტი მხოლოდ 5 მუდმივ წევრს მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულებს აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ჩინეთს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს. თუ ერთი იტყვის არას, დანარჩენი მსოფლიო ჩუმდება. ვეტო 300-ზე მეტჯერ არის გამოყენებული. აქედან რუსეთმა გამოიყენა 120-ზე მეტჯერ. ამერიკამ 80-ზე მეტჯერ. საიდანაც 50 შემთხვევაში ისრაელის დასაცავად. როცა დიდი ხუთეულის ინტერესები იკვეთება, გაერო პარალიზებულია. ეს არის გარანტია დიდი მოთამაშეებისთვის, რომ გაერო მათ ინტერესებს ვერასოდეს შეეხება. სწორედ ამიტომ ხედავთ, რომ ორგანიზაცია ხშირად უძლურია ომების დროს, მაგალითად უკრაინაში ან ღაზაში. გაეროს არ ყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები, მას ყავს სამშვიდობო ძალები, ეგრეთ წოდებული ცისფერჩაფხუტიანები, ჩვეულებრივი სამხედროები, რომლებსაც წევრი ქვეყნები ნებაყოფლობით აგზავნიან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში აფხაზეთის რეგიონში 1993 წლიდან 2009 წლამდე მოქმედებდა გაეროს დამკვირვებელთა მისია. თუ გაერო ლაპარაკობს, ეს ორი ჯგუფი მოქმედებს. G7 დიდი შვიდეული, ყველაზე უცნაური წარმონაქმნია. ის არაფორმალურად შეიქმნა 1970-იან წლებში, ძირითადად ნავთობის კრიზისის საპასუხოდ. სხვა ორგანიზაციებისაგან განსხვავებით G7-ს არ გააჩნია ოფისი, არც მუდმივი სამბინო და არც დამფუძნებელი ხელშეკრულება. ეს არის უბრალოდ კლუბი, რომელსაც როტაციის წესით მასპინძლობენ.
ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი. მეტიც, 1985 წლამდე მათი ფინანსთა მინისტრების შეხვედრები საიდუმლოც კი იყო. ეს კლუბი დასავლური გავლენის მთავარი ინსტრუმენტია. საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირის დასშლის შემდეგ დასავლეთმა სცადა რუსეთის ინტეგრაცია. 1997 წელს რუსეთი გარდა წევრი და კლუბს G8 ეწოდა. თუმცა 2014 წელს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისა და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წევრობა შეჩერდა და ჯგუფი ისევ 7-ს დაუბრუნდა. კიდევ ერთი ბნელი ლაქა. 2001 წელს იტალიაში ჯენოას სამიტის დროს ანტიგლობალისტების პროტესტი იმდენად მასშტაბური და ძალადობრივი გახდა, რომ პოლიციამ დემონსტრანტი კარლო ჯულიანი მოკლა. სწორედ ამის შემდეგ ლიდერები შეშინდნენ. დღეს სამიტები იმართება შორეულ, იზოლირებულ კურორტებზე, სადაც ხალხის ხმა ვერ აღწევს. საინტერესო დეტალი. ევროკავშირი ამ შეხვედრებს 1977 წლიდან ეწრება როგორც არაჩამოთვლილი წევრი. თუმცა 7-ს ერთი მთავარი პრობლემა აქვს. ისინი მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენენ. სწორედ ამ ელიტური დახურული კლუბის საფუძვლად შეიქმნა BRICS-ი, აჯანყებულთა კლუბი. ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და ახალი წევრები. ეს ბლოკი მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს წარმოადგენს. მთავარი ინტრიგა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტით აჯანყებულების ეკონომიკამ უკვე გადაუსწრო არისტოკრატების G7-ის ეკონომიკას. BRICS-ის ყველაზე დიდი მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის დომინირების შემცირება, ანუ დე-დოლარიზაცია. მათ შექმნეს ახალი განვითარების ბანკი, როგორც მსოფლიო ბანკის ალტერნატივა და ხელს უწყობენ ვაჭრობას ეროვნულ ვალუტებში. საქართველო ამ ორგანიზაციაში არ ფიგურირებს, თუმცა ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი, დაახლოებით 60% სწორედ BRICS-ის წევრ ქვეყნებზე, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი მოდის, რაც ეკონომიკურ წერში ქვეყანას ამ ბლოკთან მჭიდროდ აკავშირებს. როცა დიპლომატია მარცხდება, ლაპარაკს იწყებს იარაღი. ნატო ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია. მისი შტაბ-ბინა ბრიუსელში მდებარეობს. ის შეიქმნა SSRI-ს შესაკავებლად. თავდაპირველად 12-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. დღეს კი ალიანსი 32 ქვეყანას მოიცავს. ცივი ომის შემდეგ ნატომ 16 ახალი წევრი მიიღო, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან. ბოლო წლებში კი რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ალიანსს ისტორიულად ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი შეუერთდნენ. ამან მკვეთრად გაზარდა ნატოს საზღვარი რუსეთთან. ალიანსის გული მეხუთე მუხლია. თავდასხმა ერთზე ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. ეს არის ფიცი, რომელიც ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამოქმედდა. შეერთებული შტატების გავლენა აქ უდიდესია. მისი სამხედრო ხარჯები მთელი ნატოს წევრი ქვეყნების ჯამურ ხარჯზე მეტია. ნატო არის მყარი ძალა, ფარი, რომელიც წევრებს იცავს და მახვილი, რომელსაც შეუძლია რეჟიმების შეცვლა, როგორც ეს კოსოვოსა და ლიბიაში ვნახეთ. საქართველო მიუხედავად იმისა, რომ არ არის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ავღანეთის მისიაში და წარმოდგენილი იყო ამ მისიაში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით, არაწევრ სახელმწიფოთა შორის. და ბოლოს ევროკავშირი. ბრიუსელი დღეს მსოფლიო პოლიტიკის ცენტრია, რადგან ნატოც და ევროკავშირიც იქ მდებარეობს. თუმცა, თუ ნატო ფარია, ევროკავშირი ბაზარია. ის დაიბადა შიშის საპირისპიროდ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამფუძნებლებმა გადაწყვეტეს ეკონომიკები ისე დაეკავშირებინათ, თავდაპირველად ქვანახშირითა და ფოლადით, რომ ომი ფიზიკურად შეუძლებელი გამხდარიყო. ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკაა? ცდებით, ეს არის ძველი იმპერიის აღდგენის მცდელობა. შემთხვევითი არ არის, რომ აახენის პრემია, რომელიც ევროპული ერთიანობისთვის გაიცემა, კარლოს დიდის სახელს ატარებს. ევროპის მამები ცდილობენ აღადგინონ წესრიგი,
რომელიც 1200 წლის წინ არსებობდა, ოღონდ არა מחვილით, არამედ კანონით. ამის საუკეთესო მაგალითია დროშა. მასზე 12 ვარსკვლავია, რაც არა ნიშნავს წევრების რაოდენობას. ეს რიცხვი უცვლელია 1955 წლიდან. ანტიკურ და ბიბლიურ სიმბოლიკაში 12 არის სრულყოფილებისა და სისრულის ნიშანი. ევროკავშირი არ არის უბრალო ალიანსი. ეს არის მცდელობა შეიქმნას სრულყოფილი სამყარო დედამიწაზე. დღეს ევროკავშირი აერთიანებს ერთიან ბაზარს და ევროზონას. მისი მეთოდი რბილი ძალაა, იგივე სტაფილოს პოლიტიკა. გინდათ ჩვენი კეთილდღეობა? მაშინ მიირეთ ჩვენი ღირებულებები. მაგალითად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არის სტაფილო, მაგრამ დასავლურ სისტემაში ეს სტაფილო უმალ იქცევა ჯოხად, რომელიც ურჩევს სჯის. იქნება ეს სანქციები თუ ნატოს ძალის დემონსტრირება, რაც იუგოსლავიასა და ლიბიაში ვიხილეთ. მაგრამ ისტორია, როგორც წესი, ირონიულია. მე-20 საუკუნეში ცივი ომის მოგების შემდეგ დასავლეთმა ირწმუნა, რომ მისი იდეოლოგია ერთადერთი ჭეშმარიტებაა. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა იქცნენ მისიონერებად, რომლებიც სამყაროსგან მოითხოვენ მიიღონ მათი ღირებულებები, ინდივიდუალიზმი, ბაზარი, ადამიანის უფლებები. მაგრამ რასაც დასავლეთი უნივერსალიზმს უწოდებს, სემუელ ჰანტინგტონის თქმით, სხვა კულტურებისთვის ეს ჩვეულებრივი იმპერიალიზმია. პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა. ოსვალდ შპენგლერის დიაგნოზით, ნებისმიერი საზოგადოება გადის ორ ეტაპს: ცოცხალ შემოქმედებით, კულტურას და უკვე გაქვავებულ ცივილიზაციას. დღევანდელი დასავლეთი უკვე ცივილიზაციის გვიან ფაზაშია. ჩვენ მივაღწევთ ტექნოლოგიურ პიკს და სრულყოფილებას. როგორც ევროკავშირის 12 ვარსკვლავი გვამცნობს, მაგრამ დავკარგეთ სული. გენიალურობის ცეცხლი ჩაქრა და ის ჩაანაცვლა მშრალმა კანონებმა. ეს არის ნეობრივი დაცემის პერიოდი, როცა დაგროვილ სიმდიდრეს ვიყენებთ არა განვითარებისთვის, არამედ როგორც შპენგლერი იტყოდა, არაპროდუქტიული, ეგოს დამაკმაყოფილებელი მიზნებისთვის. ცივილიზაციები კვდებიან არა იმიტომ, რომ მათ კლავენ, არამედ იმიტომ, რომ მათ ავიწყდებათ, რისთვის ცოცხლობდნენ.